აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოусმინეს. შეკითხვები ეხებოდა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მენეჯმენტს, დევნილ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და პოლიკლინიკებში მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას. მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი თემა დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განცხადებით სამინისტროს პროგრამები ფოკუსირებული უნდა იყოს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, მათთვის საწყისი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე. ლევან თევზაიამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაგზავნილ და კიდევ დამატებით დასმულ არაერთ მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხა. აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას. მისი თქმით, სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს პროგრამების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხრელად. ბატონმა ლევანმა პასუხი გასცა კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები იყო ძალიან საინტერესო, ეხებოდა მთელ რიგ პრობლემებს და განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული იმ რეორგანიზაციაზე, რომელიც პოლიკლინიკებში ჩატარდა და ბატონმა ლევანმა მოახსენა ამ რეორგანიზაციის პირველი შედეგები, რომელიც არის დადებითი. კოლეგებმა დადებითად შეაფასეს რეორგანიზაციის შედეგები და სამინისტროს საქმიანობა. ინტერპელაციის წესით მიწვეული ვიყავი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების მიერ დასმულ ყველა კრიტიკულ შეკითხვას საუმწურავი პასუხი გავეცი. ასევე ვისაუბრე სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობაზე და საომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში.